მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან სულმასი მადლობა იმის რომ გამოწერილეთ ჩემი არხი, იმის რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ გაგეცნობით მე ვარ კატო, შეგახსენებთ რომ პირადი დიაგნოსტიკის უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში. მითითებულ ნომერზე, რომელსაც ვუსვიდებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ. ასევე წმენდებზე და სანთლებზე. თუ გაქვთ სურვილი და ინტერესი. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, გავაკეთოთ რა გველოდება უახლოეს პერიოდში. უახლოესი პერიოდი ალბათ ერთი თვე ყველაზე საინტერესოა. ვიღაცამ შეიძლება 3 თვეც აიღოს, ყოველ შემთხვევაში პერიოდი თქვენთვის მომინდია. და ნახოთ რა გველოდებათ უახლოეს მომავალში. ის რა არის? ნახოთ, დადებითიც და უარყოფითიც რომ იყო შემზადებული ორივე შემთხვევაში. და ვარიანტი გავაკეთოთ. ნახოთ აბა. რა გველოდებათ? პირველი ვარიანტი დადებითი ასპექტებით უახლოეს პერიოდში და რა გველოდებათ უარყოფითი ასპექტები. მეორე ვარიანტი. რა გველოდებათ დადებითი და რა გველოდებათ უარყოფითი და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტიც. რა გველოდებათ დადებითი უახლოეს პერიოდში და უარყოფითი. სამი ვარიანტი. რა გველოდება უახლოეს პერიოდში იყოს ყავისფერი სპილო, იყოს ესეთი გნომი, განსხვავებული რო იყოს ყველა და იყოს ესეთი ფერადი ბუ. მგონი ჩანს ყველა ვარიანტი, გნომი და ესეც ბუ. ნახოთ, რა გველოდება უახლოეს პერიოდში. გადავდებ მე მესამე ვარიანტს. გადავდებ მეორე ვარიანტს. და ვნახოთ პირველი ვარიანტი ვინც აირჩიეთ, რა არის დადებითი და უარყოფითი ასპექტები. დადებითი კუთხით. როგორც ჩანს დადებითი კუთხით, სირთულეები, სიმძიმეები, პასუხისმგებლობები, რომელიც გაქვთ აღებული, რომელიც ცოტა ეს უკვე გადაღლილ ფაზაში არის ადამიანი, ასე ვთქვათ, მოიხსნება, ხო? რა გველოდებათ? კი ბატონო, მოიხსნება. როგორც იქნა დასრულდება პერიოდი, როდესაც არ იცით რა გააკეთოთ, როგორ გააკეთოთ, უკვე გამოსავალს ვერ პოულობ შეიძლება, ხო? და ეს ამდენი პასუხისმგებლობების მომენტი, როდესაც არის აღებული, ძალიან რთულია და ადამიანს უმძიმს უკვე. შეიძლება ითქვას ვიღაცისთვის აქ რაღაცა დაღრილობის პერიოდის მდგომარეობაც იყოს, ხო? რაღაც გადავიწვით, დასვენება გვჭირდება. დადებით იქნება ის, რომ თქვენ ამ სიტუაციას როგორც იქნა გადალახავთ, როგორც იქნა დამთავრდება და შეძლებთ უფრო კარგ ენერგიებში გადახვიდეთ, ხო? იმპერატრიცა არ არის უბრალო არკანი, ეს არის არკანი, როდესაც შესაძლებლობები გაქვს, როდესაც უკვე შეუძლია რომ მისცეს თავის უფლება რაღაცების მხრივ დასვენებისაც, ესე რა ვთქვათ, ხო, მოდუნებისაც რაღაც ნახეთ, აი ეს სირთულეები, რომელიც ეხლა გაქვთ და ეს სიმძიმეები რაღაცა შექმნის თქვენთვის და თქვენი გონება, თქვენი ორგანიზმი, თქვენი სიტუაციები გადაწყვეტენ დასვენებას, ხო? ანუ ძალიან კარგი ენერგიებია იმისთვის, რომ დაისვენოთ ხა იმპერატრიცის ენერგიებში.
ნახეთ, ტრანსფორმაცია საკმაოდ დიდი იქნება, საკმაოდ ისეთი შეიძლება ცოტა ნახეთ, ტრანსფორმაცია ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნახეთ, ეს ტრანსფორმაცია, რომელსაც თქვენ გადიხართ ახლა შეიძლება ითქვას, დასრულდება და როგორც კი დასრულდება, თქვენ იგრძნობთ შვებას, ხო? ნახეთ, კი, ძალიან ძნელია იქ პარტნიორთან ურთიერთობაში რაღაცების აღიარება, თქვათ, ხო, იქ რაღაც ფინანსური საკითხების პრობლემები, მაგრამ ნახეთ როგორი კარგი რამ არის. შეიძლება ის რაც გგონიათ რომ თქვენთვის დამღუპველია და აი ხა აი ამ სიტუაციებიდან მე ძალიან დაზარალებული გამოდივარ. არ გამოდიხარ დაზარალებული, პირიქით სამყარო რაღაცა ეთყობა. ნახეთ, არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც სამყარო გვანიშნებს, გვეუბნება, ჩვენ არ ვაქცევთ და ბოლოს უკვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოდი ეს ადამიანი რო არ ტოქსიკურ ურთიერთობაში ან ამ ადამიანს რო აქვს რაღაცა მატერიალური პრობლემები, იმიტომ რომ ვიღაცის ვალდებულებები დაიმატა და აიღო თავის თავზე, თვითონ გაასუფთავოს ჩვენი სივრცე, ხო? ეს შეიძლება ადამიანებისგან წასვლით გამოიხატებოდეს, ვიღაცამ სამსახურიდან გამოშვებით, ხო? აი არის ესეთი მომენტი, რომ აი სამსახურიდან რომ გამოშვებენ, ეხლა რა იქნება და ვიღუპე და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ, ხანდახან არის რომ შეიძლება ისეთი კარგი ვარიანტები შემოვიდეს და ისეთი კარგი სიტუაცია დაალაგდეს, ან უბრალოდ თქვენი იდეები, რომელიც გქონდათ, იმის განხორციელება დაიწყოთ, ხო? რაღაც ბიზნეს გეგმები გქონდათ და ბოლოს აი მოგეცათ საშუალება, დრო გაქვთ იმისთვის, რომ რაღაცების გადახედოთ და დაიწყოთ, რომ ადამიანი ძალიან კარგი ენერგიებში გადადის, უფრო წარმატებულია, უფრო შემოსავალი კარგი აქვს, დრო აქვს თავისთვის, ხო, სამწუხაროდ 24 შვიდზე სამსახურია, ფაქტურად დედები შვილებს ვერ ნახულობენ, მეუღლეებს ვერ ნახულობენ, ერთმანეთთან კომუნიკაცია გაწყდა, მაგრამ აი ნახეთ, აქ ზუსტად ეგ მომენტი არის. რაღაცებს დაგიბალანსებთ სამყარო, ხა კი შეიძლება რთულად ხედავთ ამ ყველაფერს, მაგრამ მოახლოს პერიოდში ეს ყველაფერი დაბალანსდება, ეს იყო სიტუაცია, როდესაც უნდა გაგევლოთ ეს ტრანსფორმაცია, უნდა გადაგელახათ ეს მდგომარეობა, ну ვიღაცისთვის შეიძლება ის მომენტი იყოს, რომ პირიქით ხო, უსამსახუროდ არის, თქვათ რაღაცა ისეთი სიტუაციები აქვს და ნახეთ რა მომენტია, აი ეს რაც გირთულებთ სიტუაცია, ზუსტად ეს სიტუაციები შეიცვლება დადებითისკენ. აი ეს არის კარგი რაც მოხდება უახლოეს პერიოდში. და რა შეიძლება მოხდეს ცოტა ესეთი. ნახეთ, აქ ძალიან ესეთი მომენტი არის. თავარი არის აქ, რომ იყოთ გონივრულად და ილუზიებში არ გადახვიდეთ. აქ ცუდთან მიმართებაში მოდით ესე ვიტყვი. ერთადერთი ცუდი რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის თქვენი უმოქმედობა, თქვენი ანუ დეპრესიაში ჩავარდნა, ხო, თქვა პირობითად. აი, ნახეთ, ეხა იმდენად რთულ სიტუაციაში ვარ, რომ აი აღარ მჯერა რომ რაღაცა გამომივა და გავაკეთებ, ხო? აი აქ ნახეთ როგორი მომენტი არის. აქ გჭირდებათ არ დაიბრუნოთ ის ადამიანები, რომლებიც გართმევდნენ და რომელიც სამყარომ ჩამოგაცილათ. არ დაიბრუნოთ ის სიტუაციები, რომელიც სამყარომ ეცადა რომ ჩამოეშორებინათ და კარგ ენერგიებში გადაეყვანეთ. აი ერთადერთი ცუდი აქ არის ის მომენტი, რომ თითქოს ადამიანს გექნებათ, ნახეთ, შეიძლება ითქვას, გექნებათ შემოტევა როგორი მომენტი იცით, აი ყველაფერი გამოსწორდება პირად ურთიერთობასთან მერთებაში ვიტყვი ერთის მხრივ, რომ აი ნახეთ, აი აღარ მოვიქცევი ესე, ყველაფერს დავალაგებ, სამსახურს დავიწყებ, ამას ვიზავ, იმას ვიზავ, ყველაფერი ესე იქნება და უკან ბრუნდებით ისევ იმ ურთიერთობაში, რომელიც იყო ტოქსიკური ურთიერთობა, რომელმაც არ დააყენა საშველი, სანამ არ იგრძნო, რომ всё, გკარგავთ, ხო? და ნუ შესაბამისად შეიძლება მცდელობა იყოს იმის, რომ წარსულმა მოინდომოს დაბრუნება, ხო? თუნდაც სამსახურიდან გამომდინარე, ხო? აი რაღაცა თქვენი იდეები გაქვთ, თქვენი რაღაცა საქმის დაწყების მომენტია და უცებ ვიღაცა მოდის და გეუბნებათ, რომ იცი რა, მოდი ნუ დაიწყებ შენ საქმეს, აგერ წამოდი და ვთქვათ პირობითად 500 ლარად იმუშავებ რაღაცა 23 საათი ან 21 საათი და მოდი ვიყავი იქ, ხო? ნახეთ, აქ
ყველაზე ისეთი მომენტია, რომ იყოთ გაანალიზებულად იმოქმედოთ, ილუზიებმა არ წაგიყვონ, არ გქონდეთ რაღაცა ისეთი მომენტები, რომ ლამაზად შეფუთული საჩუქრები მოიტანონ თქვენამდე და თქვენ ამას დაჯერდეთ და თქვა, რომ კი, კარგი გავაკეთებ და ესე ჯობია ამ ეტაპზე ჩემთვის. უბრალოდ სამყარო მოგცათ საშუალება, რომ მოიხსნათ ტვირთი და თავიდან დაიკიდებთ იმ ტვირთს, რომელიც სამყარომ შეძლო და როგორც იქნა ჩამოგხსნათ, როგორც იქნა გაგანთავისუფლად. ხო, შეიძლება ბოლო მომენტები იყოს, ახლა ცოტა ისეთი სიტუაცია იყოს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის ძალიან ისეთი კარგ ენერგიებში გადასვლა და ხიფაც დაუკავშიროს თავს, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაცნაირად კარგად დაფიქრდით. რას გთავაზობენ? ხა კი, შეიძლება იყოს მართლაც ისეთი მომენტი, რომ ადამიანი ხანდახან არის, რომ ძალიან უყვართ, მაგრამ სანამ არ იგრძნობენ, რომ კარგავენ იმ ადამიანს, ვერ აანალიზებენ ამას, ხო? ეგეც ხდება ხოლმე და მერე რომ გაანალიზებენ და თქვათ, ყველაფერს ისე კარგად ცვლიან და იმდენად კარგად მიდის ყველაფერი, რომ ძალიან ბედნიერებიც არიან. ამიტომ აქ ნახეთ ზუსტად ეს მომენტი არის, რომ წარსულში არ გადახვიდეთ ისევე. თუ ეხა ისეთი ის იქნება, კარგად შეხედეთ, რას გთავაზობენ, იგივენაირი სიტყვები ხო არა, იგივე დაპირებები ხო არის. აი, ნახეთ, ქმედება უნდა იყოს, ხო? იქ კონკრეტული ქმედებები უნდა იყოს და შესაბამისად აი ამას მიაქციეთ ყველგან, რომ ეს რაღაცა შეიძლება თქვენთვის ხელი შემცველი იყოს შემდგომში. მოკლედ, ესეთი იყო პირველი ვარიანტისთვის. დავდებ პირველ ვარიანტს, მეორე იყო მგნომი, როგორც მახსოვს. ნახოთ, დადებითი და უარყოფითი. დადებითი რა მოხდება? დადებითი რა მოხდება და დავიწყოთ იქიდან, თავად მაგი მოვიდა. აქ არის უკვე ესე რომ ვთქვათ, ძალა იმისი, ნახეთ, დადებითი რა არის, ეს არის ძალა იმისი, რომ всё მე ავიღე ყველაფერი ჩემს ხელში, ესე რომ ვთქვათ, მე შევძლებ, რომ გამოვიდე ამ სიტუაციებიდან, მე შევძლებ, რომ ყველაფერი კარგად დავატრიალო, მე შესაძლებლობები მომეცა. ნახეთ, მაინდა-მაინც არ არის, ხო, ცუდი სიტუაცია ქონდეს ადამიანს, შეიძლება ძალიან კარგი სიტუაციაში იყოს, მაგრამ ნახეთ, მაგის არკანით რა იქნება კიდევ უფრო უკეთესი, იქნება ის, რომ უკვე ყველაფრის სადავეს იღებთ თქვენ ხელში. ყველანაირ სადავეს იღებთ თქვენს ხელში. ეს იქნება ემოციური კუთხით, ეს იქნება ფინანსური კუთხით, შეიძლება ითქვას. აქ არის, ნახეთ, თუ აქამდე გქონდათ რაღაცა გულის ტკივილი, გქონდათ რაღაცა ისეთი პრობლემები, ხო? აი სამი ახმარი მოვიდა. ნახეთ, ესე ვიტყვი. განსაკუთრებით ემოციაში და პირად ურთიერთობაში ვისაც გქონდათ პრობლემა, მეორე ვარიანტი, გეტყვით იმას, რომ მორჩა დამთავრდა, თქვენ აღარ გექნებათ ეს პრობლემები, თქვენ აღარ გექნებათ რაღაცა ტკივილები, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულე მე ეს რაღაცა სიტუაცია, გამოდივარ და ყველაფერი ძალიანაც კარგად იქნება, იმიტომ რომ მე მომეცა ამითი გამოცდილება, მე მომეცა ამითი ძალა, მე მომეცა ამითი რაღაცა გაცნობიერება, ესე ვთქვათ. და დავიწყებ ყველაფერს თავიდან და ეს თავიდან დაწყება იქნება არა უბრალოდ თავიდან დაწყება, არამედ ეს იქნება ის რესურსი, რომელიც გამომადგება ყველგან და ყველაფერში, ხო? ეს იქნება კარიერული კუთხით, თუ ფინანსური კუთხით, თუ პირადი ურთიერთობის კუთხით, თქვენ ნახეთ, გეძლევათ ისეთი საშუალებები და ისეთი ძალა, რომ აბსოლუტურად ყველაფრის დალაგება შეგიძლიათ. თქვენ შეგიძლიათ, ესე ვთქვათ, ცოტა манипуляტორულადაც შეიძლება შევხედოთ ამასაც, მაგრამ ეს არ არის манипуляტორული მომენტი. ეს არის მომენტი, როდესაც ნახეთ, მე ყველაფერი გავიაზრე, მე ყველაფერი გავაანალიზე, მივხვდი საკუთარი თავის ფასს, მივხვდი საკუთარი ძალის და შესაძლებლობების მდგომარეობას და ვიწყებ ყველაფერს, იმიტომ რომ მოვიდა დრო, რომ ჩემი ცხოვრება მართო მე. ნახეთ, მოვიდა დრო, რომ ჩემი ცხოვრება მართო მე.
ვიყო ორიენტირებული, მე რა გამახარებს, მე რა მესიამოვნება, მე როგორ მენდომება. კი, შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ ეს ხო ეგოიზმია, მაგრამ არ არის ეგოიზმი და რატო არ არის ეგოიზმი გეტყვით. როდესაც ადამიანი 24/7-ზე ცდილობს, რომ სხვა ადამიანს მისცეს ენერგია და იმქედან არაფერს არ იღებს, შესაბამისად ის უბრალოდ იცლება. და ხდება ცარიელი ჭურჭელი, ხო? ანუ ესე ვთქვათ, ქვევში ღვინო რო ჩავასხათ და მარტო დაიდიოს და იქ მეორე წელს აღარ ჩაესხეს, ხო? შესაბამისად აღარ იქნება. ანუ ყველა ადამიანს ჭირდება ემოციური შევსება, ენერგეტიკული შევსება, სულიერების, ხო, რაღაცა ის სითბო, მაინდა-მაინც არ არის აქ რაღაცა საჩუქრებზე და აქ არ არის რაღაცა ისეთ კონკრეტულ მატერიაზე საუბარი. უბრალოდ ადამიანს ჭირდება, რომ თუნდაც მის სფერო შეიცვალა, ბრჭყილის სფერო შეიცვალა, უბრალოდ უთხრან აღნიშნონ, რომ იცი ძალიან კარგად გამოიყურები, რაღაცა ცვლილებაა შენში, ხო? რაღაცა მიღწევა რო ქონდა, ვიღაცამ უთხრას, რომ ყოჩა, კაი გოგო ხარ, ან კარგი ბიჭი ხარ და კარგია რომ მიაღწია ამ ყველაფერს, ხო? რაღაცა თუნდაც პატარას, აუცილებლად ჭირდება ყველა ადამიანს რაღაცა შექების მდგომარეობა. არ არის ესე, რომ იციან ხომ, რომ რაც უფრო განსაკუთრებით ბავშვებთან არის ხომ ეს მომენტი, რომ აი რაღაცა შენ არაფერი არ მოგივა, რაღაც ვითომ ეს არის ის მომენტი, რომ აი ის მოვიყვანო მე იმაზე სტიმულზე, რომ ადგეს და რაღაცა მთები გადადგას. არა, მეგობრებო, ამითი პროგრამას აძლევთ ადამიანს, რომ მას არაფერი არ გამოვა, ის არაფერს არ წარმოადგენს და შესაბამისად უკვე კარგავს თავს. ხვდებით? იმახსოვრებს ამას ქვეცნობიერი და ის უკვე თავის თავს ეუბნება რაღაცას რო იწყებს, ეუბნება, შენ ხო მაინც არ გამოგივა, შენ ხო მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებ და ბრძოლას ანებებს თავს. და აი აქ შეიძლება ითქვას, რომ ეს მომენტებიც გავლილი გაქვთ და ზუსტად აი ამ ბრძოლას ეხლა მე თქვენ განახებთ. აი რაღაცა ეს ენერგია მოდის. ეხლა მე თქვენ დაგანახებთ, როგორ უნდა წარმატებული იყო პირადშიც, ფინანსებშიც, კარიერაშიც, როგორ უნდა მოუარო საკუთარ თავს, ვიღაცამ შეიძლება აქ ვიზუალური ცვლილებებიც კი თქვათ ქერა არის, შავგვრემანი გახდა, შავგვრემანი ერქერა, ანუ ვიზუალური კუთხითაც კი შეიძლება ცვლილებები გააკეთონ. კარგით, ცუდი რა შეიძლება მოხდეს? რა შეიძლება მოხდეს ესეთი? ცოტა ნეგატიური. აქაც ილუზია. ნახეთ, არ ვიცი, როგორც ჩანს, აქ ადამიანებს ძალიან ისეთი მომენტი აქვს ხოლმე, როდესაც ხედავენ, რომ სხვა იწყებს ცხოვრებას წარმატებისკენ, როდესაც იწყებს ბრძოლას, როდესაც იწყებს რაღაცა ენერგიებს. აქ შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, კონკრეტულად შეიძლება ვიღაცა ადამიანისგან, პიროვნებისგან, აქ უფრო პირადულის მომენტებიც არის. თქვენზე შეიძლება თქვენი შვილიც იყოს, თქვათ, ვისაც ყავს შვილი, ხო, ვიღაცისთვის პარტნიორი შეიძლება იყოს. ყოველ შემთხვევაში, ნახეთ როგორი მომენტი არის. ეცდებიან, რომ ჩიხში შეგიყვანონ, ეცდებიან, რომ თვალები აგიხვიონ, ეცდებიან, რომ რაღაცა თქვენი აი ეს ბრძოლის ეტაპს რო დაიწყებთ, რაღაცა ინფორმაციები მიიღოთ ისეთი, რომელიც მათ შეიძლება შეგაშინოთ როგორ მომენტში იცით, ნახეთ, ვაირო არ გამომივიდეს, ვაირო მართლა არასწორი ვიყო, ნახეთ, ზუსტად წეღარაზეც ვსაუბრობდი, რომ აი თითქოს შენ მაინც არაფერი არ გამოგივა, შენ მაინც ვერაფერს ვერ გააკეთებ, რაღაცა რა დროს ამისი გაკეთება იყო, რა დროს ახლა ცვლილებების დრო იყო, ან ნახეთ, მსგავსი მომენტები შესაძლებელია იყოს, რამაც შესაძლებელია რომ შეგიყვანოთ ცოტა გაურკვევლობაში. თქვენ გჭირდებათ უფრო მეტად, ესე ვთქვათ, დაკვირვება სიტუაციების. მეორე მომენტი კიდე რა არის, ნახეთ, მე ყველაფერს შევძლებ, კი ბატონო, მე ყველაფერს შევძლებ, მაგრამ აი ამ მე ყველაფერს შევძლებ არ მიგიყვანოთ იმ მომენტამდე, რომ თქვენი თავი შეიყვანოთ ჩიხში. ნახეთ, არ გადადგათ ისეთი ნაბიჯები, რომელმაც შეიძლება
გაურკვევლობაში გამყოფოთ, ხო? რაღაცა ისე არ დაგეგმოთ, ანუ ნახეთ, კარგად დაგეგმეთ ისე ჰაერზე არ მიყვეთ ამ სიტუაციას, ხვდებით ნებისმიერ სიტუაციას, ამიტომ აქ გჭირდებათ ინფორმირებულობა, საქმეს იწყებთ, ინფორმაციას კარგად დააკვირდით, მოისმინეთ, წაიკითხეთ, მოიძიეთ და ისე დაიწყეთ. აი ნებისმიერ შემთხვევაში თქვათ, თუნდაც პირად ურთიერთობაში, ხო, ახალი პარტნიორის შემოშვება თუ გადაწყვეტეთ, ხო, თქვენს ცხოვრებაში, შეხედეთ, გაეცანით, დააკვირდით, ვინ არის, რა არის, რას წარმოადგენს. აი აქ ცოტა ნახეთ, აი ამ მაგის ენერგიებს არ აყვეთ იმ დონემდე, რომ იქ მე შემიძლია და მე ყველაფერს გადავლახავ და აი ეს მომენტები არ დაგიხვდეთ წინ. და არ გამოგეპაროთ ის ნიუანსები, რომელსაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. აი აქ ცუდი ეს მომენტია, რომ შეიძლება ნახეთ სამყარო ნიშნები მოგცეთ და არ მიაქციოთ ამ ნიშნებს ყურადღება, რაღაცა სიზმარი იყოს, ან რაღაცა ისეთი სიტუაცია იყოს, სადაც მკვეთრად და მკაფიოდ ჩანს რა როგორანაირად, მაგრამ თქვენ ამას არ მიაქციოთ ყურადღება. აი აქ გჭირდებათ მარტო მაგი, გასაგებია, ყველაფერი ცვლილებების მომენტი კაია, კარგია, ნამდვილად, მაგრამ ნახეთ, დააკვირდით, ინფორმირებული იყავით, ყველაფერზე ინფორმირებული იყავით. ესე არენდოთ, ჰაერზე არენდოთ არავის, ჰაერზე არ დაიწყოთ არანაირი საქმე. კი, ნამდვილად გამოვა, იმიტომ რომ მაგის ცოტა ისეთი არკანია, მე ყოველთვის ვფიქრობ, ვიძახი, რომ ეს არის არკანი, როდესაც თუ აი ამ მდგომარეობამდე მიხვედი, რომ მე ყველაფერი შემიძლია და მე ყველაფერს გავაკეთებ, წინ რაც არ უნდა დადგეს, ნუ ყოველ შემთხვევაში მე ესე ვარ, რაც არ უნდა დამიდგეს, მე იმას აუცილებლად გავაკეთებ, ხვდებით, ანუ ეს არის მიზანი და მიზნამდე აუცილებლად უნდა მივიდე, ხო? მაგრამ ნახეთ, ამ მიზნამდე რომ მივიდე, შესაბამისად ინფორმირებული უნდა ვიყო. შესაბამისად რაღაცას რომ ვიწყებ, უნდა ვიცოდე რას ვიწყებ, ხო? უბრალოდ მარტო იმაზე რომ მე გამომივა, ესე არ გამოვა აქ და ამიტომ კარგად დააკვირდით სიტუაციებს. აქ გჭირდებათ ცოტა ისეთი დაფიქრებული ქმედებები. კარგი, და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი, მეორესაც გადავდებ და მესამე იყო ჩვენი ბუები. დადებითი და უარყოფითი. ნახოთ, დადებითი და უარყოფითი. რა იქნება დადებითი? არაჩვეულებრივი. იეროფანტი. აქ იქნება ძალიან კარგი დახმარება, შეიძლება ვინმემ დახმარების ხელი გამოგიწოდოთ, რაღაცა ახალი ცოდნები მიიღოთ. თუ ვინმე სწავლის კუთხით რაღაცა ცდილობს, ჩააბარებს, ისწავლით, მოახერხებთ, თუ გამოცდებს უყურებთ. აქ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი საკმაოდ ბევრ საინტერესო სამი უმაღლესი არკანი. ძალიან კარგია. იეროფანტი, სამყარო და ძალა. მოდით ესე ვთქვათ. რა იქნება კარგი? თქვენი გამოცდილებები, თქვენი იდეები, თქვენი ცხოვრება უკვე მივიდა იქამდე, რომ მას შეუძლია ძალიან ბევრი ამოცანის ამოხსნა. აქ ნახეთ, სამყარომ გისრულებთ რაღაცა კონკრეტულ ციკლს. მოგცათ გონება, მოგცათ გამოცდილება, გიგზავნით დახმარებას, ესე რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ თქვენ მოიგრიბოთ ძალა და თქვენ შეძლოთ წარმატებისკენ წახვიდეთ. თქვენ შეძლოთ თქვენი ცხოვრების, ესე რომ ვთქვათ, სასიკეთოდ შემოტრიალებაზე, ხო? სიტუაციები, რომლებიც ვთქვათ, ეს იქნება პირადი ურთიერთობა თუ კარიერული თუ ფინანსური, ნახეთ როგორი მომენტია.
გაძლევთ სამყარო იმის ძალას და იმის რესურსს, რომ ყველა ასპექტში დაალაგოთ. მოათვინიეროთ, ესე რომ ვთქვათ, ხო, სიტუაცია. ვთქვათ, პირადში რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია გაქვთ, შეგიძლიათ დაელაპარაკოთ, რაღაცა გაარკვიოთ და ეს ადამიანი მოიყვანოთ თქვენს აზრზე. იმ აზრზე, რომელიც ძალიან ესე თქვენთვის მნიშვნელოვანია. სამსახურში გაქვთ ხო რაღაც, თქვათ, გინდათ წინსვლა. მოვიდა დრო იმისი, რომ დაელაპარაკოთ თქვენს უფროს, თუნდაც ხელფასის მომატებაზე თუ ეს საკითხი დგას, თუნდაც წინსვლაზე ხო, რაღაცა სხვა პოზიციაზე გადასვლა გინდათ. ნახეთ, თქვენ გეხსნებათ გზები, ანუ ახალი ციკლი იწყება, სადაც უკვე უნდა გამოიყენოთ თქვენი გამოცდილებები და კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ აქ გექნებათ, გეყოლებათ, შეიძლება არსებული ადამიანებიდან, შესაძლებელია სამყარომ გამოგიგზავნოთ ახალი ადამიანები, ახალი ნაცნობობა, ახალი სიტუაცია და მეოთხე არკანის თავისით ასპექტად დამჭა ხელში, ეს არის იმპერატრიცა. ნახეთ, 4 მაღალი არკანი გამოდის საბოლოო ჯამში და ვიტყვი იმას, რომ აქ არ ვიცი მესამე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრეთ, მაგრამ მოდით რა გონს გეყოთ ერთ ადგილზე ყოფნა, გეყოთ ერთ ადგილზე ჯდომა, იმიტომ რომ თქვენ სამყარო ძალიან დიდ რესურსს გაძლევთ, სამყარო თავად გეხმარებათ ყველაფერში, სამყარო გიგზავნით კონკრეტულად სიტუაციებს, ადამიანებს, დახმარებას გიწევთ, ნიშნებს, აი ხა იცით როგორი მომენტია, მესამე ვარიანტი, მოდით ესე გეტყვით რა, ნუ მეტი ენა სამყაროს არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ გამოგიგზავნოთ სათანადო ადამიანები, გამოგიგზავნოთ ნიშნები, მიგანიშნოთ რაღაცა, ჩაგაგდოთ ისეთ სიტუაციაში, სადაც თქვენთვის საჭირო საზოგადოება არის, ან თქვენთვის საჭირო სიტუაციები არის, ან ნახეთ, სამყარო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თქვენ იყოთ წარმატებული, თქვენ იყოთ ბედნიერი და თქვენ იყოთ რაღაცა ლაღი და მიეცით საშუალება სამყაროს, ხო, ცოტა მეტად ენდეთ სამყაროს, თან პლუს მაგას გამოიყენეთ ის გამოცდილებები, რაც მიიღეთ ცხოვრებისეულად. გადახედეთ, ხო, ანუ ტყუილად ხო არ არის ჩვენს ცხოვრებაში აღმავლობის და დაღმავლობის პერიოდები, ხო, ეს არის პერიოდები, როდესაც უნდა გამოვერკვიოთ და გავიზარდოთ, ხო, ესე თუ გაზრდა არ არის და სულიერებაზე არ ვილაპარაკებთ, მაშინ უბრალოდ ან სულ აღმართი იქნება, ან სულ დაღმართი იქნება, ხო? მაგრამ ცხოვრება ესეა, ხო? ავდივართ, ჩავდივართ, იმიტომ რომ სადღაც აღმართზე თუ რო დავუშვით შეცდომა, დაღმართს იმიტომ გაჩვენებს და დაღმართზე რომ მე გამოვასწორეთ რაღაცები, ისევ აღმართზე ავყავართ, იმიტომ რომ ის გამოსასწორებელი პერიოდი გავიარეთ, ხო? აი აქ ზუსტად ეგ მომენტი გაქვთ. გილოცავთ მესამე ვარიანტი, თქვენ აი არ ვიცი, ძალიან დიდი შესაძლებლობა გეძლევათ სამყაროსგან ესე ვთქვათ, ცხოვრების ეტაპის დაწყებაზე, ხო? აი ნახეთ, მაგს თუ აქვს ის მომენტი, რომ აი მე შევძლებ ყველაფერს და ცოტა უფრო ამბიციური მომენტი არის, ვიდრე შეიძლება რაღაც, ნუ კი, გასაგებია, რომ ცოტა ესეთი არის, მაგრამ ცოტა ამბიციებში გადადის ხოლმე მაგის არკანი და ეს ამბიციურობა მე რომ ცოტა უყავს ადამიანს, ნუ არა, უამბიციო არ უნდა იყო, მაგრამ ზედმეტად ამბიციური არ უნდა იყო. აი აქ იეროფანტი, აქ უკვე ცოტა დაღვინებული მომენტი არის, ხო? ეს ამბიციაც აგვაქვს, მაგრამ ნახეთ, ეს ამბიცია რაც გვაქვს, ეს არ არის უბრალოდ რაღაცა, აი, ჰაერი დამოსული ამბიცია, ეს არის გამოცდილება, ეს არის წლებით დაგროვილი ჩვენი რაღაცა სწავლება, ხო, რომელიც ვისწავლეთ ზოგი ცხოვრებისეულად, ზოგი წიგნიდან, ზოგი ისე, ზოგი გვასწავლეს, ზოგი აგვიხსნეს და ასე შემდეგ, ხო? ნუ აი აქ მესამე ვარიანტი გილოცავთ, ძალიან კარგი ენერგიები შემოდის, ძალიან დადებითი ენერგიები შემოდის. აი ყველანაირად ესეთი ძლიერი პერიოდი იწყება თქვენი ცხოვრების, არ ვიცი ვინ აირჩია მესამე, მაგრამ ეს იქნება ძალიან ძლიერი პერიოდი თქვენი ცხოვრების და აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ეს შანსები, იმიტომ რომ ეს არის რაღაცა ვიტყოდი
კიდე მაღალ არკანზე მოვჭერი ზუსტად ვარსკვლავი. ეს არის თქვენი მიზნების, ნახეთ, თქვენ და ზუსტად უნდა მეთქვა მიზნების და ოცნებების ასრულების პერიოდი იწყება თქო და ვარსკვლავიც ამოვიდა. ნამდვილად ესეთი მომენტი მოდის. აი თქვენი ოცნებების რეალიზების პერიოდი მოდის. დაიწყეთ ცხოვრება, დაიწყეთ, იმიტომ რომ როგორც ჩანს რაღაცა მაინც არ ვიცი, რატომ მომდის ეს ენერგიები რომ თითქოს აი რაღაცა ფეხს ითრევთ დაწყებაზე, რაღაცის შიში გაქვთ, რაღაცა ვერ წვიტავთ. კარგით და ნეგატიური კუთხით. აი ნახეთ, ზუსტად ნეგატიური კუთხით, აი კი, დავიწყო, გავაკეთო, არ გავაკეთო, თქვა, არ თქვა, ანუ ნახეთ, აქ თქვენი ხელი შემშლელი ფაქტორი ერთადერთი არის ის მომენტი, რომ აი ესე გაურკვევლობაში ამყოფოთ საკუთარი თავი. აქ მოდით ესე გეტყვით, რომ შესაძლებელია რაღაცა პატარა წარსულის მომენტებად შემოგიდიან, არ ვიცი, ხა ვიღაცისთვის პირადი იქნება, ვიღაცისთვის რაღაცა ისეთი ემოციური მომენტებმა შეიძლება შემოგიდიან და გაითვალისწინეთ, რომ ეს წარსული ჩასაჭრელია და დასასრულებელია და ნახეთ, აი აქ კიდევ ერთი მომენტი, აქ გამოცდილებაზე ვსაუბრობთ, ნახეთ, წარსულის გამოცდილებაში თუ რაიმე პატარა ისეთი ნიუანსი არის, რომელიც აი მაშინ რო არ გამოვიდა რაღაც, ეხაც რო არ გამომივიდეს, ნახეთ, ამას შეეშვით, წარსული ჩაჭერით, აი ნახეთ, სამყარო გეუბნებათ, რომ თქვენი ცხოვრება იწყება დღეიდან და მიყევი ახლა თავიდან გაძლევ, ანუ წარსულია, იმ წარსულის რაღაცა მოტოვებულ ნეგატივებში და მოტოვებულ რაღაცა გაურკვევლობებში ნუ იქნები, იმიტომ გაგატარა ის ამხელა ესე ვთქვათ რეორგანიზაცია გონებაში, სულიერებაში, ფიზიკურობაში იმისთვის გაგატარე, რომ მომეცა შანსი, რომ ყველაფერი დაგეწყო თავიდან, მოგეცი შანსი, რომ ყველაფერს მიაღწიო თავიდან, ხო, რაღაცა გაყვე გზას, აი ყველანაირად და აქ მესამე ვარიანტი, ნახეთ, ნეგატიური კუთხით რა შეიძლება იყოს, ეს არის თქვენივე მომენტი, დავიწყო, არ დავიწყო, დღეს დავიწყო, ხვალ დავიწყო, ზეგ დავიწყო, ვაიმე რა იქნება, არა მოდი დღეს დავიწყებ, მე ისევ არა მოდი ხვალ დავიწყებ, ნახეთ, ჩაჭერით ეს დღეს, ხვალ და არის კიდე ესეთი მომენტი ხომ, რომ აი დღეს არა ორშაბათიდან შუაკვირა რო არის ხომ რაღაცა 4 შაბათის რო იდეა მოვა ადამიანს, არა მოდი ხა ორშაბათიდან დავიწყოთ. აი რატო იწყებ ორშაბათი, მაშინ ხუთშაბათიდან დაიწყე ხო, ხვალიდან დაიწყე, აი დღეს თუ გინდა რომ კიდე დაფიქრდე მაგაზე, ხვალიდან დაიწყე ხო, რატო მაინდა-მაინც არა იმ კვირიდან დავიწყოთ, ან იმ თვიდან დავიწყოთ. აი აქ მესამე ვარიანტს არც უკან მოიტოვეთ ეს ყველაფერი, გასაგებია, ცოტა რთულია, ესე ერთიანად უძებ ყველაფრის ცვლილება და თავიდან ყველაფრის დაწყება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩაჭერით რა თქვენ, აი ნუ ძალიან ძნელია ნამდვილად წარსულის ჩაჭრა, მაგრამ წარსული აუცილებლად უნდა ჩაჭრათ იმისთვის, რომ თქვენ წინ წახვიდეთ, თქვენ წინ გაუძღოთ საკუთარ თავს, თქვენ უნდა განთავისუფლდეთ იმ ძველი პროგრამებისგან, იმ ძველი გამოცდილებების, ნეგატიური გამოცდილებების. ნახეთ, ის ნეგატიური გამოცდილება იყო უბრალოდ თქვენთვის გაკვეთილი, რომ აი რაღაცა სადაც დაუშვით შეცდომა, ისეთი შეცდომა აღარ დაუშვათ და აღარ იქნება ეს ნეგატიური. აი ნახეთ, ზუსტად აი ეს მომენტია და ასე რომ ნუ მისცემ საკუთარ თავს და საზოგადოებას იმის, აქ უფრო საკუთარ თავზეა. საზოგადოება კიდე ნაკლებად ერევა, იმიტომ რომ თქვენი იმხელა გზა გაქვთ გამოვლილი, შეიძლება ის საზოგადოება, ვინც თქვენს გვერდით არის დარჩენილი, თითქოს ჩამოსათვლელი ადამიანები იყვნენ, რომელსაც ნამდვილად უნდა ენდოთ და იმის იქეთ მეტად არაც არავის აღარ ახედებთ და იმ წრიდანაც კი ბოლომდე აღარ ხართ ხო გახსნილები. აქ უფრო საკუთარ თავთან არის ბრძოლის მდგომარეობა. აი აქ უფრო საკუთარ თავზე არის ის მომენტი, რომ აი გადადგირავს რა და დამთავრდა, რაც არის, ეს არის ხო,
ჩაჭერი წარსული, ახალი ფურცლიდან დაიწყე, ახალი ნახეთ რაღაცის წერას რო იწყე ბლოკნოტში, ხო? სადღაც მთავრდება ეს ბლოკნოტი, ხო? ახალი უნდა აიღოთ და მოდი აიღეთ ახალი, შეიძლება ბოლომდე არა გაქვთ დამთავრებული, შეიძლება რამოდენიმე ფურცელია, მაგრამ მოდი დახურეთ. ანუ იმ ბოლო ფურცლს და დააწერეთ და დავთავრდა, დასასრული და ახალი ბლოკნოტი აიღეთ, რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება, ახალი ფურცლიდან, ახალი ეტაპი ცხოვრების. ნუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს როგორი ეტაპი იყოს, იცით რომ მე ვიცი ხოლმე ესეთი თქვა რა 40 წლამდე ადამიანი იზრდება და 40 წლის მერე ფაქტიურად ახალ ცხოვრებას იწყებს თქო და აი ზუსტად ეს ახალი ცხოვრება, იმიტომ რომ 40 წლის მერე ადამიანებს უკვე გამოცდილებას დაგროვებული აქვთ, გულიც აქვს ნატკენი, დაკარგულიც ყავთ საყვარელი ადამიანები, ღალატის გამო, არასწორი მდგომარეობის გამო, ხო, აი ბევრი ქარცეცხლი აქვთ უკვე ადამიანებს გადატანილი, ესე რომ ვთქვათ. და უკვე ფაქტიურად ძალიან დაბრძენებული ადამიანები არიან, რომლებსაც უკვე არა მარტო რომ თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც აქვს იმისი რესურსი, რომ სხვებსაც ასწავლოს და დაარიგოს. და აი ზუსტად ეს მომენტი გაქვთ. სხვებს შეიძლება რომ დაარიგოთ, შეიძლება სხვებს მისცეთ მინიშნებები ისეთი კარგი და თქვენ თავსაც მიეცით. ჩაჭერით წარსული, იმიტომ რომ ხელს გიშლით. მოკლედ, აი ესეთი გამოვიდა. 3 ვარიანტი, მე რა თქმა უნდა გისურვებთ თითოეულ თქვენთაგანს ბედნიერებას, წარმატებას და უსაზღვრდაულევს სიყვარულს, იმედია ინფორმაცია გამოგადგებათ და საინტერესო იქნება თქვენთვის. და რა თქმა უნდა, გელოდებით პირად დიაგნოსტიკაზე, პირად შეტყობინებაში, რომელიც მითითებულია ხოლმე ნომერი ვიდეოს ქვემოთ. დროებით.